ლილე ფოლკოძე 11 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, ცეკვა, დიასახლისობა და სწავლა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. 4 წელი დავდიოდი ლათინო ამერიკულ ცეკვებში და მე გამოვედი. იმიტომ გამოვედი, რომ სწავლისთვის დრო აღარ რჩებოდა. ჩემი საყვარელი ცეკვაა ჯაივი. მქონდა 5 კონცერტი და ყველაზე კარგად დამამახსოვრდა პირველი კონცერტი, რადგანაც პირველ ადგილას გავედი. დანარჩენი თითქმის მეორე ადგილი მქონდა. სახლში მაქვს 5 დიპლომი და 4 სიგელი. ცეკვიდან რომ გამოვედი, ძალიან დამწყდა გული, რადგანაც მინდოდა გაგრძელება. სამწუხაროდ ისეთი გრაფიკით ვცხოვრობ, რომ ვეღარ შევალ ცეკვაში. მე რომ ახლა კარგი მოცეკვავა ვიყო, ჩემს სოლო კონცერტს ვისურვებდი თბილისში. ბილეთი ეღირებოდა 50 ლარი და მთელი დალბაზი იქნებოდა სავსე. ბევრი ფული რომ მქონეს, ვიყიდიდი კუნძულს და კუნძულზე ავაშენებდი ქალაქს. სამოგზაუროდ შემოვნებით წავიდოდი პარიზში. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მეგობრები მყავს, კარგად ვერთობით ერთად და დასვენება რო არის, აი ფაქტიურად სულ ერთად ვატარებთ, რადგან დასვენებაზე არ გავდივართ კლასიდან. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ივანა ვასაძე. ყველაზე ჭკვიანია ნიკოლოზ ბერიძე. ყველაზე მშვიდი არის სესილი დიასამიძე. მე ვარ ყველაზე ცელკი, ნიჭიერი, ბრანჭია და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია ჩაიტა კარგიშვილი, რადგანაც ის ბავშვებს ძალიან თბილად გვექცევა. ყოველთვის აი სადაც გვინდა იქ მივყავართ. კიდე დასვენებაზე არაფერს არ გვიშლის, რომ ვითამაშოთ და უფრო ჩვენთან დიდ დროს ატარებს. ჩემი აზრით ჩაიტა მასწავლებელი არის ბედნიერი, რადგანაც ჩვენთან შემოსვლისთანავე ყოველთვის ღიმილით შემოდის, რადგანაც ჩვენ ძალიან ბევრ სახალისო რაღაცებს ვახედრებთ. შეიძლება ითქვას, რომ ჩაიტა მასწავლებელი ჩვენ გავხადეთ ბედნიერი. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე მოცეკვავე. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი პრინცესა ელზა. თუ მოცეკვავე ვერ გამოვალ მხატვარი, რადგანაც მხატვა ძალიან მიყვარს და მეხერხება. ხატვაზე არ დავდიოდი და ვარ თვითნასწავლი მხატვარი. ყველაზე ხშირად ვხატავ სასაცილო ნახატებს, ბუნებას და ადამიანებს. ყველაზე რთული ადამიანს დახატვა და ყველაზე ადვილი სასაცილო ნახატების. აი მაგალითად სპანჯბობის დახატვა, დათვის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერებია შავი და თეთრი და არ მიყვარს ვარდისფერი. ყველაზე ხშირად ნახატებს ვჩუქნი ივანა ვასაძეს. ის არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. თოვლის ბაბას სულ მაქვს ჩემთვის საჩუქრები. შარშან მაგალითად მაჩუქა 1000 წლიანი პაზლი. წელს მინდა რომ მაჩუქოს ტელეფონი. iPhone 16. ჩემი აზრით თოვლის ბაბა არის 51 წლის და მისი სახელია გურა. ახლა მინდა რომ ვიყო 20 წლის, რადგანაც ბევრს ვიმოგზაურებ სხვადასხვა ქვეყანაში. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი 2 და. კიდე მინდა ვყავდეს 2 ძმა და 1 და. ჩემი და არის 25 წლის და ქვია დიანა. მეორე და არის 21 წლის და ქვია სანდრა. დიანა უფრო არის 7 და კეთილი, სანდრა ცოტა ბრაზიანი და კარგი და. მამიკო არის შრომელი, კეთილი, სიმპათიური და ცოტა კაცრი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, ჭკვიანი, ჩემსავით ბრანჭიკელა და კარგი დიასახლისი. მეც ვარ ძალიან კარგი დიასახლისი. ასე იმიტომ მგონია, რომ სახლსაც ვალაგებ და საჭმელსაც ვაკეთებ. პირველად საჭმელი რო გავკეთე ვიყავი 10 წლის. ეს საჭმელი იყო ბურგერი. ჩემი საყვარელი საჭმელია შაურმა. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ჩარლი და შოკოლადის ქარხანა. საყვარელი ფილმია ჰარი პოტერი. ჯადოს რომ ჯოხი რომ მქონდეს, მექნებოდა გაუჩინარების სუპერძალო. წინა მონაწილემ დამიტოვა ესეთი შეკითხვა. ლილე რომ არ მერკვას, რა მერქმეოდა? მე ლილე დამარქვა მამიკომ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ლილე რომ არ მერკვას, ალბათ მექმეოდა მარიამი. ჩემ შვილებს დავარქმევ ლუკას, ანასტასიას და მარის.
შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ესეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მაგალითად, მე კოსმოსში გავფრინდებოდი ნატალი ბოლკაძესთან ერთად. ნატალიც ჩემი საუკეთესო მეგობარია. ბედნიერება არის სამოგზაუროდ რო წახვალ, საჩუქრებზე გაჩუქებენ და კარგი ოჯახი რო ყავს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.